საყვარელო ძმებო, ახლა წაკითხულ სახარებაში ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს იგავი მეზორისა და ფარისევლის შესახებ. რატომ თქვა უფალმა ეს იგავი? მან ეს უთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც მოხიბლული და მოტყუებული არიან საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით. ეყრდნობიან და ედობიან თავიანთ სიმართლეს, თავიანთ კეთილ საქმეებს, თავიანთ დიდი წარმოდგენებიდან და თავის მოტყუებიდან უმზერენ სხვა ადამიანებს. მათ ამცირებენ, ანუ მათზე ცუდს ფიქრობენ, ეზიზღებათ ისინი, განიკითხავენ, ლანძღავენ ფარულადაც გულში და აშკარადაც ადამიანთა წინაშე. რა მიზეზი დაადგინა წმინდა ეკლესიამ ამ სახარების კითხვა დიდი მარხვის ასპარეზზე შესვლის წინ. იმ მიზნით, რომ დაგვიცვას საკურთა თავზე დიდი წარმოდგენისა და მოყვასის დამცირებისაგან, რომელთა პირობებშიც სინანულის გრძნობა ვერაფრით შეეთვისება გულს. ხოლო თუ კი მარხვა არ შეიმკობა სინანულის ნაყოფით, მაშინ მარხვის ღვაწლიც ფუჭი დარჩება. უფრო მეტიც, იგი ზიანს მოგვიტანს, რადგან ჩვენში ამპარტავნებასა და თავდაჯერებულობას გააძლიერებს. ასეთია ყველა სხეულებრივი ღვაწლისა და ხილული კეთილი საქმის თვისება. თუ მათი შესრულებისას ვფიქრობთ ღმრთისათვის სხერპლის შეწირვაზე და არა ჩვენი გადაუხდელი ვალის გადახდაზე, მაშინ კეთილი საქმეები და ღვაწლი ჩვენში სულის დამღუპველი სიამაყის მშობელად იქცევიან. ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარს ამას. ასე დაიწყო უფალმა თვისი იგავი. ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერი. ამის შემდეგ გულთამხილავმა უფალმა შეიტყო, თუ რა აზრებით გამოიხატა თვითეული მლოცვენის ფარული გულის წინდი. რა აზრებით გამოხატა თვითეულმა მლოცველმა თავიანთი ღმერთთან ურთიერთობა. ფარისეველი კმაყოფილი იყო საკუთარი თავით. თავს ღვთის ღირსად ცნობდა, ღვთისთვის მოსაწონად. ღმერთო გმალობ შენ, ამბობდა იგი, თვისაგან, ანუ აზრით ამბობდა საკუთარ თავზე შეხედულებებით, რომელიც უხილავი იყო, ღრისთვის ადიდებს ფარისეველი ღმერთს. ღვთიმუცემული დიდებულების გამო ხომ არა, რომელიც აოცებს და აოგნებს თელ გონიერ ქმნილებას. ღვთის მიუწვდომელი და გამოუთქმელი მოწყალების გამო ხომ არა, რომელიც უშვებს შეურას ქმნილებას ადამიანს ისაუბროს ღმერთთან. იქნებ ღვთის უთვალავ სიკეთის გამო, რომელიც კაცობრიობას მოჰფინა. არა. ღმერთო გმალობ შენ, ამბობს ფარისეველი. რამე თუ არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი. დაბრმავებული ფარისეველი ადიდებს ღმერთს თავისი კმაყოფილებისა და თავის მოტყუების მდგომარეობის გამო. კვეხნის კადნიერი და მზაკრული ფორმა დიდებაა ღვთისა, ღვთისთვის უღირსი. დიდებაა ღვთისა, ასევე ღვთის ცილისწამებით. ღმერთს არ მიუცია ფარისევლისთვის ის მდგომარეობა, რომლითაც იგი იკვეხნის. იგი ჩამოყალიბდა ცრუ შეხედულებების მიღებითა და შეთვისებით. ცრუ შეხედულებების მამა, რომელიც სულს მარადიული სიკვდილით კლავს, არის დაცემული მთავარ ანგელოზი. აი ვისი გავლენით ჩამოყალიბდა ფარისევლის განწყობილება. საკუთარი თავის მოტყუება ყოველთვის ერთვის წმინდა მამების მიერ ეგრეთ წოდებულ ეშმაკეულ ხიბლს. ეს არის სიცრუის ჭეშმარიტებად მიღება, სიცრუით გატაცება. პირქუშია ფარისეველის მზერა კაცობრიობისადმი საკუთარი თავის მოტყუების მდგომარეობიდან. არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი, ამბობდა იგი, მტაცებელ
ცრუ და მემრუშე გინა ვითარცა ესემეზვერი. საიდან მიიღო მან ასეთი ცოდნა, რომელსაც ასე მკაფიო და ძარწმუნებით გამოხატავს. როგორ შეეძლო მას ზუსტად და დეტალურად ცოდნოდა ყველა ადამიანის საქმიანობა და სინდისი, რომ მათზე ასეთი მძიმე და ყოვლის მომცვლელი ბრალი დაედო. როგორ შეეძლო მას ცოდნოდა საქმიანობა და სინდისი მასთან ერთად ეკლესიაში შესული მეზვერისა, რომელიც არც კი გასაუბრებია, რომელსაც მისთვის არაფერი უთქვამს თავის შესახებ. აშკარაა, რომ განაჩენი ნაჩქარევად იქნა გამოტანილი და არა იმიტომ, რომ სხვა ადამიანები და მეზვერეები იყვნენ ისეთები, როგორებადაც ფარისეველს გამოჰყავდა, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი თავის მოტყუებისა და თქვით კმაყოფილების სენი წარმოუჩენდა მათ ფარისეველს ასეთებად. შემდეგ ფარისეველი ჩამოთვლის თავის სათნოებებს. ვიმარხავ ორგზი შაბათსა შინა და ათეულსა შევწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. ფარისეველი თავის საქმეებს მსხვერპლად ღმერთის წინაშე დამსახურებებად მიიჩნევდა. ასეთი შეხედულება საერთოა ყველა ფარისეველისათვის. მათთვის ამაოდ იუწყება ღმერთი როგორც ძველსა, ისე ახალ აღთქმაში. წყალობა იმნევავს და არა მსხვერპლი. უფალი არაერთხელ მიუთითებდა მათ წმინდა წერილის მიერ ღვთისნების ამ გამოხატვაზე. იგი მათ ეუბნებოდა, რომ ისინი არასოდეს ჩაცვივდებოდნენ უდანაშაულთა განკითხვაში. ღვთისნების ეს გამოხატულება რომ ესმინათ. იმიტომ რომ წყალობა არა მარტო უდანაშაულოებს არ განიკითხავს, არამედ დამნაშავეებსაც თანაგრძნობით უყურებს. იგი შეძლების და გვარად შეღავაც უშვებს მათთვის, როგორც სუსტი და სნეული წევრებისათვის. სუნავს არა სასჯელებზე, არამედ განკურნებაზე. გასასტიკებული ბრმა ფარისევლებს, რომლებიც ჯიუტად უარყოფენ წყალობას, სულ თითქოს იძალადონ ღმერთზე და შესწირონ მას მისთვის მიუღებელი სხვერპლები. ისინი სხვა ადამიანებისაგანაც ასეთივე ქცევას ითხოვენ. მას ვერ ხედავენ და შეურაცხყოფენ და განიკითხავენ. ფარისევლებს ახასიათებთ დაბრკოლდნენ მათ მიმართ, ვიშის ფარისევლობას ვერ ხედავენ. მათ ახასიათებთ დაბრკოლდნენ მათ მიმართ, ვისაც ზაქს თავმოყარეობა, კაცმოთნეობა და ცდილობს ღმერთს აამოს გულის უბრალოებისა და იდუმალებაში. მათ ახასიათებთ დაინახონ ცოდვა და ბორო განზრახულობა იქ, სადაც ისინი არ არის. მათ ახასიათებთ ღვთის ჭეშმარიტი მსახურების განკითხვა, სიძულვილი და დევნა. ვის მიმართ ბკორდებოდნენ, ვის განიკითხავდნენ, ვისი ხედავდნენ ცოდვას, ვის დევნიდნენ გააფთრებული სიავით. სახარების თხრობის განხილვის შემდეგ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მათ დევნასა და სიძულველს გამუდმებით იწევდნენ ან მონანიე ცოდვილები, რომლებიც შეურიგდნენ ღმერთს და მართლები გახდნენ სინანულის გზით, ან ხორჩესხმული ღვთის მოწაფეები და მიმდევრები, მაგრამ ყველაზე მეტად თვით განკაცებული, ყოვლად სრულყოფილი ღმერთი. ფარისევლებს გაუკუღმართებული წარმოდგენა ჰქონდათ ღვთის ჯულის შესახებ. რჯულის მხოლოდ ასო შესწავლით და არა გამოცდილებით, რჯულის შეუსრულებლობით. მათ შეიძინეს არა თავდაბლობა, რომელსაც ადამიანი ღვთის ჭეშმარიტი შემეცნებებით იძენს, არამედ უჩვეულო მედიდურება და ქედმაღლობა. ისინი გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ წესჩვეულებრივ და წინასახეობრივ დადგენილებებს, ვიდრე მართებდათ მათთვის მიენიჭებინათ. ხოლო ღვთისმცნებებს, რომლებიც რჯულის არს შეადგენს, ყურადღების გარეშე ტოვებდნენ.
დაამახინჯეს რა რჯულის მნიშვნელობა თავიანთ ცრუ მოსახელე გონებისა და გარყვნილი გულის შესაბამისად, ისინი მაშინ, როცა მხოლოდ საკუთარ თავმოყვარეობას ემსახურებდნენ და აამებდნენ, საკუთარ თავსა და სხვებს შეცდომით წარმოუდგებოდნენ, როგორც ღვთის მსახურები და მაამებლები. ისინი მიისწრაფობდნენ ღმერთისთვის ემსახურად, არა მისთვის იამებინათ თავიანთი ნებისა და აზრების შესრულებით. მიიჩნევდნენ რა მათ, როგორც უსათუოდ კარგსა და ჭეშმარიტს, რაც დათემული ადამიანური ბუნებისათვის არაბუნებრივია და არა ღვთის ნების ყველაზე გულმოდგინე გამოძიებითა და აღსრულებით. ასეთი სახის საქმიანობის პირობებში ადამიანი თითქმის გამუდმებით იქს ბოროტებას, აღიარებს რა მას სიკეთეთ, ხოლო როცა სიკეთეს აკეთებს, საკუთარი თავისაგან აკეთებს, ამიტომაც მას საკუთარ თავს მიაწერს, როგორც ფარისეველი მიიწერდა. ამასთანავე თავად სიკეთე ხდება ბოროტების მიზეზი, რადგან შემოაქვს ადამიანში საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, ნერგავს, კვებავს და ზრდის მასში ვნებებს და ვნებათა შორის ყველაზე დამღუპველს სიამაყეს. აი ახლა ერთი წამით გავჩერდები, მინდა რომ ეს აზრი რაღაცნაირად გონებაში ჩაღრჩეთ და მე ხშირად იფიქროთ. ფარისევლები ჟულს ასრულებდნენ გარეგნულად. ჟულის არს ღვთის ნებების შესრულებას კიდე ყურადღებას არ ახსენდნენ და ამიტომ გახდნენ ამპარტავნები, ცუდმედიდები, თავმოყვარეები. მთავარი დაკარგეს. როცა კაცი არასწორად წარმოიდგენს იმას, რაც ღვთის ცნებების შესრულებას მოყვება, აი ესეთი რამე ემართება. ნახეთ რას აკეთებდნენ? ისინი მიისწრაფოდნენ ღმერთისთვის ემსახურა და მისთვის იამებინათ თავიანთი ნებისა და აზრების შესრულებით. ისე კი არ ემსახურებოდნენ ღმერთს, როგორც ღმერთს უნდოდა. რაც თვითონ მოწონდა და რაც თვითონ მიიჩნევდნენ სწორად, აი ესე უნდათ ემსახურათ. ეხლა ჩვენ გულებში ჩავიხედოთ, ჩვენ ეგრე არა ვართ? არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ ღვთისნებების შესრულებაზე, ამიტომ გახდნენ ამპარტავნები და ნახეთ რა მოყვა. სულ ყოველთვის ჩადიოდნენ ბოროტებას, ამას წარმოაჩენდნენ, რომ იყო სიკეთე. ამპარტავნებას ეს შეუძლია. და თუ კი რამე სიკეთეს გააკეთებდნენ, ნახეთ რა იყო ნათქვამი. ამას საკუთარი თავის განსადიდებლად აკეთებდნენ. და სწორედ ფარისეველი იმიტომ მეუნება ღმერთს, რომ აი ამდენი გავაკეთეო და მე კმაყოფილი ვარ ამ ყველაფრით. და ეს კვებავს ყველაზე მთავარი და ყველაზე ცუდი რაც არის ადამიანის დაღუპვისთვის ამპარტავნებას. ფარისევლები იყვნენ ამპარტავნების სახე. თუ კი დავაკვირდებით ახლა ჩვენ გარშემო ტელევიზიებიდან რომ მოძღვრიან აი იმ ხალხს, მე პოლიტიკოსებს გულისხმობ. განსაკუთრებულად აი ვინც ოპოზიციაში არის. არასწორი წარმოდგენა აქვთ ხალხზე და არასწორად გვესაუბრებიან. აქ იყო ნათქვამი, შიგნიდანაც ვეზიზღებით თავის გულში მარტო რო არიან და ხმამაღლადაც ამას არ მალავენ. თუ დააკვირდებით, ყველა შეურაცხყოფას აყენებენ. ვინც გინდა იყოს დაბალი ფენის არომადგენელი, მაღალის, განათლებული, გაუნათლებელი, თავის საქმისწოდნე, არცოდნე, ყველას ლანძღავენ. იმიტომ რომ ფარისევლობის სული ამაში ისე არის გამჯდარი, რომ გონი იმ ფარისევლებს აჯობეს უფალი, ვისაც ელაპარაკებოდა სახარებაში. ეხლა ერთი მთავარი ამბავი არის, ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? უფლისნებები როგორ უნდა ვასრულოთ, რომ ერთადერთი რამე ვისწავლოთ, რომ ადამიანი არის უღირსი ქმნილება და თავისით ვერ ცხონდება. ღვთის მცნებების არასწორად გაგებამ ფარისევლები გახადეს, ფარისევლები შევიდნენ ამ შეცდომაზე, რომ ადამიანზე ქონდა დიდი წარმოდგენა. და როცა ღვთისნებებს ასრულებს კაცი,
პირიქით უყალიბდება საპირისპირო აზრი. და ეხლა ამას განგვიმარტავს წმინდა მამა და ყურადღებით ვისმინოთ. სახარებისეული მცნებების მიხედვით ცხოვრებას სულ სხვა შედეგებამდე მივყავართ. ვინც თავისი ცხოვრების მიზნად დაისახა ღმერთის ნების შესრულება, ცდილობს ეს ყოვლადწმინდანება დაწვრილებითა და სიზუსტით შეისმძინოს წმინდა წერილის, განსაკუთრებით ახალი აღთქმის გამოწვლილივით შესწავლით, მამათა ნაწერების კითხვის გზით, წარმატებულ ქრისტიანებთან საუბრებისა და თათბირის გზით, სახარების მცნებების შესრულებით, როგორც გარეგანი ქცევით, ისე გონებითა და გულით. თავისუფლების კანონი თქვა ღირსმა მარკოს მოსაგრემ. ჭეშმარიტი ცოდნით იკითხება. მცნებების შესრულებით შეიცნობა, ხოლო სრულდება იგი ქრისტეს წყალობით. აი კაცი რო გახდეს თავისუფალი, ნახეთ რა უნდა ხნას. ჭეშმარიტი ცოდნით იკითხება, მცნებების შესრულებით შეიცნობა, ხოლო სრულდება იგი ქრისტეს წყალობით. როცა ქრისტიანი დაიწყებს ცხოვრებას კეთილი, ღვთის კეთილი, მოსაწონი და სრულყოფილი ნებით, ანუ ახალი აღთქმის ცნებების მიხედვით, მაშინას უეცრად უმჟღავნდება ადამიანური ბუნების დაცემა და უძლურება. უძლურება არ ანებებს მას სუფთა და წმინდა შეასრულოს ღვთის მცნებები. როგორც ამას ღმერთი მოითხოვს, დაცემა კი ეწინააღმდეგება ხშირად უდიდესი გააფთრებით ღვთის ცნებების შესრულებას. მას სურს და მოითხოვს, რომ ადამიანის დაცემული ნება და დაცემული გუნება სრულდებოდეს. ამ ნების მისწრაფება და ამ გონების წარმოდგენები იმოსება ყველა სახის ამაღლებული სიმართლითა და სათნოებით. შინაგანი ბრძოლის შეცნობა, შიგნით მცხოვრები ცოდვის მხილება და აღმოჩენა, კეთილ განზრახვებსა და მისწრაფებებზე მისი ძალადობრივი ძალაუფლების შეცნობა, ქრისტიანს ორ წარმოდგენას აძლევს საკუთარ თავსა და კაცობრიობაზე. იგი საკუთარ თავში ხედავს კაცობრიობის დაცემას და ამ დაცემიდან მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით გამოსვლის შესაძლებლობას საკუთარი გამოცდილებიდან ხედავს. იგი იძენს ჭეშმარიტ თავდაბლობას, იწყებს ღვთისთვის უმხურვალესი შეწევნისა და ქომაგების შესახებ ვედრებას, შესწირავს შემოსრული გულიდან, რომელსაც ღმერთი ყოველთვის ისმენს. მასავე მე რათო ყონება შენი, მასავე მე სიმართლენი შენი, ნუ დაფარავ ჩემგან ცნებათა შენთა, დამამკიცე მე სიტყვითა შენითა, გზა ისისრუისაი განმაშორე ჩემგან და ჟულითა შენიწყა შემიწყალე მე ღმერთო, ამბობს დავით მეფსალმუნე. როცა გამოცდილებით გაიგებს, რომ ღვთის მცნებები მხოლოდ ღვთის მადლის უხილავი დახმარებით, განუწყვეტელი ლოცვით დახმარების თხოვნით სრულდება, ქრისტიანს არ შეუძლია თავისი ყველა კეთილი საქმე ღვთის მადლს არ მიაწეროს. ამასთანავე მას არ შეუძლია საკუთარი თავი ცოდვილად არ აღიაროს. ერთხრივ მან საკუთარი დაცემა და ღვთის ნების მხოლოდ საკუთარი ძალებით შესრულების უუნარო გამოცდილებით შეიცნო. მეორე მხრივ ღვთის მცნებების შესრულებისას მადლის დახმარებით იგი განუწყვეტლივ შეცოდებებს ხედავს, რომელსაც ადამიანური სისუსტე და დაცემა უშვებს. ეს სავსებით ნათლად ჩანს მინდა პავლე მოციქულის მოსაზრებიდან, რომელსაც იგი საკუთარი თავის შესახებ გამოთქვამს. ერთ-ერთ წერილში იგი ამბობს, უმეტეს მათ ყოველთასა, ანუ მოციქულთასა დავშვებ, არა მე, არამედ მადლი იგი ღვთისა, რომელი იყო ჩემთანა
კორინთელთა ეპისტოლე. ხოლო მეორეში ქრისტე იესო მოვიდა სოფლად სოდვილთათვის ცხოვრებად, რომელთაი პირველი მე ვარ. ასეთია ღვთის მოსაწოლის სიმართლე. იგი წარმოიქმნება ადამიანში ღვთის მადლით, რომელმაც განანათლა იგი და ამებს ღმერთს ღმრთისადმი ერთგული სიმართლის საქმეებით. ღვთისათნო მართალი საკუთარ თავს განუწყვეტლივ ცოდვილად აღიარებს. არა მარტო საკუთარი აშკარა ცოდვების გამო, არამედ თავისი ბუნებრივი სიმართლის გამოც, რომელიც სავალალო დაცემაშია, ბოროტებასთან არის შეზავებული. ცოდვის მინარევით არის შებილწული. ნეტარია ის, ვინც მართალია ღვთის სიმართლით, მისი იმედი ქრისტეში იყრის თავს, მისი სიმართლის წყაროში. უბედურია ის, ვინც თვითკმაყოფილია საკუთარი ადამიანური სიმართლით. მას არ სჭირდება ქრისტე, რომელმაც საკუთარ თავზე განაცხადა, არა მოვეწოდებათ მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულისათვის. ღირსი პიმენი დიდი ამბობდა, ჩემთვის უფრო სასიამოვნო ადამიანი, რომელმაც შეცოდა და ინანიებს, ვიდრე ადამიანი, რომელიც არ ცოდავს და არ ინანიებს. პირველს აღიარებს რა თავს ცოდვილად, კეთილი აზრი აქვს, ხოლო მეორეს, რომელიც თავს მართლად მიიჩნევს, ცრუ აზრი აქვს. შეთვისებული ცრუ აზრი მთელ მასზე დაფუძნებულ ცხოვრებას ფუჭად აქცევს. გამოცდილებამ ეს დაადასტურა. აშკარა ცოდვილებმა, მეზვერებმა, მეძავებმა ირწმუნეს ქრისტე. ხოლო ფარისევლებმა უარყვეს იგი. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა და სიამაყე არსებითად ღვთის უარყოფა და საკუთარი თავის თაყვანისცემა. ისინი დახვეწილი, ძნელად გასაგები და ძნელად უარსაყოფი კერპთაყვანისმლობა. გარეგნულად ფარისევლები ღვთის უახლოესი და უზუსტესი მსახურები და ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმლის მოშურნეები იყვნენ. მაგრამ არსებითად ისინი სრულიად გაუუცხოვდნენ ღმერთს. მისი მტრები გახდნენ და სატანის შვილები. როცა აღთქმული მესია გამოჩნდა, რომელსაც ტანჯული კაცობრიობა რამდენიმე ათასლეულის განმავლობაში ელოდა, თანაც თავისი ღვთაებობის უდავო მტკიცებულებებით, მათ იგი არ მიიღეს, იგი არ აღიარეს და სამარცხინო სიკვდილს მისეს და ღვთის მკვლელები გახდნენ. ხლა გავჩერდებით, ეს სიტყვა გრძელდება, წირვის მერე დავამთავრებთ. იქ ერთი მნიშვნელოვანი აზრი არის და მინდა რომ იმაზე ცალკე დავფიქრდეთ. აქ ეხლა რა მინდა გითხრათ, ნახეთ, ნამდვილი ღვთისნებების შესრულებას რა აზრი შემოა კაცის გულში, რო ხარ უღირსი, შენ და მთელი კაცობრიობა. და თუ კი რამე სიკეთე გაქვს, ეს შენი არ არის. ეს არის ღმერთისგან ბოძებული. ნახეთ რას აკეთებს ასეთი კაცი? მუდამ ღმერთს ევედრება, რომ ღმერთმა მას მისცეს სიკეთე. ღმერთმა მას მისცეს ზალა, რომ ამოვიდეს იმ ჭაობიდან, რაშიც არის. ანუ თავის იმედი არ აქვს. და გძნობს კიდევაც, რომ ეს ხდება. ნახეთ პავლე მოციქულმა როგორი საოცარი სიტყვები თქვა. ყველა მოციქულს გარდავემატეო ღვთის მადლითო, რომელიც ჩემში მოქმედებდაო. და შემდეგ ამბობს, რომ ყველაზე ცოდვილი მე ვარო. იმიტომ რომ თავის დაცემულ ბუნებას ხედავდა და იმას როგორ მოქმედებს ადამიანში ღვთის მადლი. ჩვენც ასე უნდა ვიყოთ. ხშირად გვისვამენ ხოლმე ესეთ კითხვას. კაცი ცხონდება ქრისტეს გარეშე? და რო ეტყვი რომ არა, იწყებენ, აი რა დააშავა იმან, რა დააშავა ამან და ასე შემდეგ. ამ კითხვას იცით რატო შავენ? ადამიანებს არ აქვს გაცნობიერებული კაცობრიობის დაცემა. როგორ დაეცა კაცი? როგორ დაცილდა იგი ღმერთს? აი მას ვერ ერკვევ ამაში და ამიტომ მოსდის ესეთი კითხვები. ქრისტეს გარეშე ჩვენი ხსნა შეუძლებელია. ყველა მართალი ადამიანი ეძებდა ქრისტეში ხსნას და ამას მიაღწიეს კიდევაც. აქ ითქვა, როცა დავიწყეთ ამ საკითხავის კითხვა,
აი ბოლო ნაწილის ცალკე რო გამოვყავით, ნამდვილი ღვთისმცნებების შემსრულებელი ადამიანები არიან, რომელიც იკვლევენ წმინდა წერილს. თქვენ თავს კითხეთ, იკვლევთ? არიან ისინი, რომლებიც კითხულობენ წმინდა მამების ნაშრომებს. თქვენ თავს კითხულობთ? არიან ის ადამიანები, რომლებიც ღვთის ერთგულ ცოცხალ ადამიანებთან მიდიან და ეუბნებიან, აი ეს როგორ არის, ეს როგორ არის. ამ საკითხებზე თათბირობენ, შემდეგ უჯერებენ მათ, უჯერებენ წმინდა წერილს, წმინდა მამების სწავლებას და ამ ცნებების მიხედვით ცხოვრობენ. აი მას აკეთებთ? ამას თუ კაცი არ აკეთებს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს კაცი აცდა გზას. ფარისევლების მსგავსად, რომლებიც გარეგნულად რაღაცებს იცავდნენ, მაგრამ თავარი არსი, ღვთის მცნების თამდვილი არსი, შინაგანი არსი, საერთოდ მათგულებთან არ მისულან. ზუსტად იმიტომაა, აი ჩვენ რო ვართ წარუმატებლები. ჩვენი სულიერი ცხოვრება წირო არ მიდის და პირიქით ღმერთს ვსილდებით, იმიტომ რომ არასწორად უდგებით ჩვენი ცხოვრების საკითხს. არ ვიკვლევთ, არაფერს არ ვაკეთებთ, რომ გადავრჩეთ. ნახეთ პიმენი დიდმა როგორი საოცარი რაღაცა თქვა. მე იმ კაცთან ყოფნა მიჩევნიაო, ვინც დაეცა და შეინანაო. ვიდრე იმ კაცთან, ვინც არ ცოდავს და არ ნანობს. ის ოგზაზე დგას პირველი და მეორე მოტყუებულია. ამას გონია რომ არ ცოდავს და არ დაეცა. არა ახსინო, ისე დაცემულია რომ დაინახო მისი სულის დაცემა შეიძლება კაცს გული შეგიწუხდეს. მე თუ მოგწეს ჩვენ უნარი რომ ფარისევლობას თავი დავანებოთ. კაცი თუ იტყვის რომ მე ფარისეველი არა ვარო, მათყუ არა. დააკვირდით, ყოველ დღე, ყოველ საათში ფარისევლები ვიქცევით. და თითქმის იშვიათად, აი ხანდახან შეიძლება თავი ცოდვილად ჩავთვალოთ. თავი ვინმეზე უკან დავაყენოთ. ამიტომ დავფიქრდეთ, ამ საშინელ სენს თავი დავანებოთ, რაც არის ფარისევლობა და დავიწყოთ ნამდვილად ღვთისმცემელი ცხოვრება. რომელიც მე პირდაპირ ხას კიდევ ერთხელ გავუსვა და ვიტყვი, თუ არ გასწავლა თავდაბლობა, თუ არ იფიქრე, რომ ყველაზე ცოდვილი ხარ, კაცობრიობის დაცემა, საკუთარი გამოცდილებით თუ არ შეიძინე, წოზდაზე არ გიხარ. აი რო არ ლოცულობთ, მაგით არ ლოცულობთ. და როგორ დაეცით, ამას ვერ ხვდებით. რა საწოდავ მდგომარეობაში ვარ ჩაყრილები, იმიტომ რომ ლოცულობთ. თორე თქვენ რო იცოდეთ ეს, რაზეც ახლა აქ საუბარია, ეს რო საკუთარი გამოცდილებით გავლილი ქონდეთ, ყველა საქმეს გადადებდით და ლოცვას დაიწყებდით. აბა ჩაიხედეთ თქვენ გულში. სულ თვეები არ გილოცეთ. თვეები არ ზიარებულ ხართ. და შეიძლება სხვებს განეკითხავთ. ჭკვას არ იგებთ. ზოგიერთი შეიძლება გეზიზღებათ კიდევაც, იმიტომ რომ ცოდვილები გონიათ. აი ფარისევლის მსგავსად. და ისინი თქვენზე მეტნი არიან ღვთისინაში. როცა კაცს ზემოდან უყურებ, ის უკვე შენზე დიდია. როგორადაც დასემული არ უნდა იყოს ის და როგორ წმინდად არ უნდა გეგონოს შენი თავი წარმოდგენილი ადამიანს. აი ამ ბოლო საკითხს ეს ლოცვა შეეხება, რამ გადაარჩინა მეზორი ამ საკითხს შეეხება, ცალკე წავიკითხავთ და ცალკე იქნება საუბარი წირვის შემდეგ.